ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს ოკუპაცია აფხაზეთის რკინიგზა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები საგარეო კურსი და ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროპარლამენტართა კითხვებს უპასუხა. სტრასბურგში კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ დისკუსიას წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა უძღოდა. პრემიერის პირველ გამოსვლაზე ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე დაწვრილებით ჩემი კოლეგა თამარ ხურცია ისაუბრებს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა 1 საათს გაგრძელდა. სიტყვის გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის წარმართვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია რჩება. ბიზნესის განვითარების იგნორირებული იყო ადამიანის უფლებები. 2012 წელს ევროპის კავშირისათვის ნობელის პრემიის მინიჭება არის აღიარება იმისა, რომ ევროპას ისტორიული მნიშვნელობის მიღწევები აქვს მშვიდობის აღშენილობის კუთხით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. საქართველოს პრემიერმა უპასუხა ევროდელეგატების კითხვებს და მან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე მასში კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, ევროპარლამენტის მიერ ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და მან აღნიშნა, რომ არ იგეგმება კანონში ცვლილებების შეტანა. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების ევროსაბჭოში მუშაობას, განაცხადა, რომ ამ კუთხეების წარმომადგენლების მუშაობას მხოლოდ საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაუშვებს, რადგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს ნაწილია. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონის არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ოსეთის და აფხაზეთის ეს საქართველოს ნაწილია და შესაბამისად ოსებსაც და აფხაზებსაც ჩვენ დელეგაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ყოველთვის რომ მიიღონ მონაწილეობა ევროსაბჭოს მუშაობაში. პრემიერმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზეც ისაუბრა და მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება. ეს ხელშეუწყობს აფხაზ ხალხთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, აღნიშნა პრემიერმა. ნებისმიერი გზა დამატებით საშუალებებს ქმნის და პერსპექტივაში აუცილებლად გაიხსნება ეს რკინიგზაც, მე დარწმუნებული ვარ. დღეს და დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა ალბათ არ იქნება იოლი. მე ვფიქრობ, რომ ეს დროს საჭიროებს, ეს უნდა მოხდეს, მოხდება აუცილებლად, უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვით, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უფლებების დაცვით და ეს არ არის მარტივი პროცესი. ევროსაბჭოს დელეგატებმა პრემიერისაგან მოწვევაც კი მიიღეს და აღნიშნეს, რომ მოწვევაც მიიღეს და საქართველოში დაპატიჟეს, რომ თვითონვე ნახონ თუ რა მდგომარეობა და ვითარება ქვეყანაში. ასევე გამოსვლაზე საკმაოდ ეგზოტიკური შეკითხვაც დაისვა პოლონელი დეპუტატისაგან. კერძოდ პოლონელმა დეპუტატმა პრემიერს კითხა, რომ თურმე მას ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უფრო უყვარს ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ცლად ამ დეტალების შესახებ ჩვენს მთავარ გამოშვებაში ნახეთ. მადლობა თამარ ხურცია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.